ახლა მივიხილოთ მამუკა ჟვანიას აკადემიური ნაშრომი, რომელიც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტს და რომელიც საუბრობს იმ გამოუყენებელ ტექნიკებზე, რაც აფხაზეთის კონფლიქტის დროს ჩვენმა მაშინდელმა როგორც ხელისუფლებამ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ გამოიყენეს. ნუ ძირითადად პოლიტიკური ელიტებს ეხება ეს კრიტიკა, რასაკვირველია, ასევე იმ ტექნიკებზე, რომლებიც გამოიყენეს და წარმატებული აღმოჩნდა რაღაც თვალსაზრისით და ამ ყველაფერს და კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ზუსტად ამ მომენტში და ასევე სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში. უნდა აღვნიშნო, რომ განხილული აქვს ეს ყველაფერი ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტის მაგალითზე. უცებ რომ მიმოვიხილოთ ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი 1921 წელს, როცა მოხდა გაყოფა, ამ შემდეგ თითქოს რაღაც ერთგვარად იყო შენარჩუნებული რაღაც მნიშვნელოვანი კონფლიქტური სისხლიანი ყოველ შემთხვევაში დაძრობისგან ეს კონფლიქტი შეჩერებული, მაგრამ მოგვიანებით ადრეულ 60-იან წლებში მოხდა ამ კონფლიქტის გაღვივება ერთგვარად, იმიტომ რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ძირითადად შესაძლოა ესეც გაიყოს კათოლიკური და პროტესტანტული ჯგუფები, რომლებსაც მაგალითად ამ შემთხვევაში კათოლიკეები იმყოფებოდნენ უმცირესობაში სამხრეთ ირლანდიისგან განსხვავებით, რომელიც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩრდილოეთ ირლანდიაზეც ნაკლებად, იმიტომ რომ ის იყო გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში და წარმოიშვა კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, უნდა მომხდარიყო თუ არა გაერთიანება. ნუ რასაკვირველია, ნაციონალისტებს უფრო მიეჩნდათ, რომ უნდა მომხდარიყო გაერთიანება ირლანდიის და ლოგიკურია, მაგრამ იყვნენ საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ იმ ეტაპზე ირლანდიისთვის ბევრად უფრო მომგებიანი ბრჭყალებში იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს სტატუსით მეტნაკლებად სუვერენული ერთეულად წარმოჩენა ამ შემთხვევაში ირლანდიისთან უფრო თანაბარ პირობებზე ალბათ უფრო მეტად ეფიქრებოდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ასე ვთქვათ წინამძღოლობით, თუმცა აქაც იყო სისხლიანი დაპირისპირებები, ცხელი კონფლიქტები უშუალოდ როგორც საქართველოში, აფხაზეთის კონფლიქტი, ამ შემთხვევაში რაც უფრო მეტად ყურადღებაა გამახვილებული ჟვანიას ნაშრომში და იყო საუბარი იმაზე, რომ ყურადღება შეგვიძლია გავამახვილოთ მაგალითად 72 წელს ეგრეთ წოდებული სისხლიანი კვირა, Bloody Sunday, როდესაც მშვიდობიანი 14 ადამიანი დაიღუპა, თუ არ ვცდები, IRA-ის მიერ, ასევე იყო ჩართული უშუალოდ გაერთიანებული სამეფოს საპოლიციო ძალები, კონფლიქტი მეტნაკლებად ჩაწყნარდა 98 წელს, როდესაც ერთგვარი შეთანხმება მიიღწა. ჩვენ შემთხვევაში შეთანხმება არანაირი შეთანხმება არ არსებობს. კი, ნუ განიხილება ზოგიერთი ჯგუფებისგან სასაცილო 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება, მაგრამ ეს ყველაფერი რასაკვირველია ფარსია, ამას არც ერთი ადამიანი სერიოზულად არ აღიარებს. არანაირი შეთანხმება არ არის მიღწეული და არც მიიღწევა სანამ არ აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. უბრალოდ ყურადღების გამახვილება რაზე მინდა. უშუალოდ ამ კვლევაზე, ნუ თქვენ თვითონაც წაიკითხავთ, უბრალოდ ჩემი ასე ვთქვათ კრიტიკა თუ შეიძლება ასე ეწოდოს, მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიძლება ამ ორი კონფლიქტის მნიშვნელოვნად ერთმანეთთან შედარება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რა კი იქაც ორივე ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და სამხრეთ ირლანდია და აქაც ორივე საქართველოა, აფხაზეთის კუთხეც საქართველოა და კახეთის კუთხეც საქართველოა, გასაგებია და დანარჩენი საქართველოც, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უშუალოდ კონტროლირდება, მაგრამ არ ვიცი, თქვენ გამიზიარეთ თქვენი აზრი თუ წაიკითხავთ, ან ზოგადად თქვენ რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ამ ორი ცხელი შიდა კონფლიქტის ერთმანეთთან შედარება, რამდენად შესაძლოა იყოს ჩვენთვის ამ ეტაპზე რაღაცა ინფორმატიული